ამერიკული სწრაფი კვების ქსელ ვენდის საქართველოში VJO რესტორნები წარმოადგენს, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში 18 რესტორნით ოპერირებს. კომპანია ბიზნესმენების სოსო და ლევან მხაკაძის ჯგუფის შემადგენლობაშია. კომპანია VJO რესტორნების საკუთარ ფინანსურ შედეგებს საჯაროდ აქვეყნებს. ამჟამად კომპანიის მიერ რეპორტალ G-ზე წარმოდგენილია 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ვენდისმა, ანუ VJO რესტორნებმა 2024 წელს შემოსავლები გააორმაგა და ის $79 მილიონ შეადგენდა. ამასთან კომპანიის მოგება $3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანია 782 ადამიანს სასაქმეს, რომელთა ანაზღაურებაზეც ვენდისმა $13 მილიონ 400,000 ლარი დახარჯა. ამასთან კომპანიის პროდუქტების და მარაგების შესყიდვის ხარჯი $33 მილიონ 700,000 ლარი იყო. საიჯარო ხარჯები $6 მილიონ 100,000 ლარი. სვეთის ხარჯები $2 მილიონ 400,000 ლარი. სხვა ხარჯები კი $12 მილიონ 500,000 ლარი. ამასთან კომპანიას $4 მილიონ 300,000 ლარის ფინანსური ხარჯები ჰქონდა. ამასთან ვენდისის აქტივების ზომა $46 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი $42 მილიონ ლარს შეადგენს. ქართული მოცვის მწარმოებელი კომპანია Keystone Agro 2024 წელს პოზიტიურად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის აზიის მიმართულებით ექსპორტის ლოგისტიკა იყო. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა თორნიკე ფანჯავიძემ BMG-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი სამაცივრო ინფრასტრუქტურა, რომელიც შორმანძილზე გადაზიდვას უზრუნველყოფს. მისი თქმით, მიუხედავად ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში დაინტერესებისა, დღევანდელი ლოგისტიკური შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ამერიკაში მოქმედმა ქართულმა ბიზნესმა რესტორანი საფერავი ქსელურ ბრენდად აქცია და ნიუ-იორკში წარმატებულად განაგრძობს გაფართოებას. რესტორან საფერავის მფლობელი თინა ქააძე BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში ამბობს, რომ ბრენდი, რომელიც ქართულ სამზარეულოს კულტურასა და სტუმარ-მოყვარეობას აერთიანებს, დღეს უკვე რამდენიმე ლოკაციაზე ოპერირებს და ამერიკელ მომხმარებელს ავთენტურ ქართულ გამოცდილებას თავაზობს. მისი თქმით, ბიზნესის დაწყების ეტაპზე კომპანია ამერიკული სწრაფი კვების ფორმატით ოპერირებდა, თუმცა მიღებულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებას. საფერავი როგორც ბრენდი დაახლოებით წელიწადნახევარი არსებობს და დღეს უკვე მხოლოდ რესტორანს არ წარმოადგენს. ეს არის ქართული გამოცდილება, რომელიც ამერიკულ მომხმარებელს თავაზობს ქართულ კულტურას, ტრადიციებს და ღვინოს. მის ინფორმაციით, ყველა ობიექტი ნიუ-იორკში მანჰეტენზე სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილებშია განთავსებული. მესამე რესტორანი ქსელს რამდენიმე კვირის წინ შეემატა. პარალელურად კომპანია აფართოებს პირველ ყველაზე მცირე ობიექტს, რომელიც თავდაპირველად 25 სტუმარზე იყო გათვლილი, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ მინიმუმ 70 ადამიანს მოემსახურება, ხოლო მთლიანობაში სივრცე 150 სტუმრის მიღების შესაძლებლობა შექმნის. 2026 წელი საფერავისთვის სისტემური გაფართოების და ბიზნესის კიდევ უფრო გამყარების ეტაპი იქნება. გადამზიდავი კომპანიები საჰაერო გადაზიდვებში კლებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ 2025 წელი ზრდით კი დაიხურა, თუმცა ეს ძირითადად სახეთო და სარკინიგზო გადაზიდვების ხარჯზე მოხდა. Skylodge-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე BMG-სთან ამბობს, რომ ჩარტერებზე მოთხოვნის შემცირება ტემუს ეფექტის შენელებამ განაპირობა და იმან, რომ ჩინური პლატფორმა გადაზიდვებს უკვე თავად უზრუნველყოფს, რის გამოც მისი თქმით ადგილობრივი გადამზიდავები თამაშგარე მდგომარეობაში არიან. მისი შეფასებით 2026 წელს ქართული ავიაკომპანიების საჰაერო გადაზიდვების კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდონ. 2025 წელს თბილისში ჯამურად 42,388 უძრავი ქონების ტრანზაქცია დაფიქსირდა, რამაც ღირებულებაში $3 მილიარდ 500 მილიონი შეადგინა. როგორც გალტენ ტაგარჩი აღნიშნავენ, წლის პირველ 4 თვეში არსებული შემცირების შემდეგ წელი სექტორისთვის როგორც ფასის, ისე გაყიდვების მხრივ პოზიტიური იყო. გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტთან საუბრისას კომპანიის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა აქცენტი გაცემულ ნებართვებზე გააკეთა, რომელიც 11 თვის ჭრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა. საინვესტიციო ბანკში ფიქრობენ, რომ მსგავსი ტენდენციის შენარჩუნება 2026 წელს ფასის ზრდისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.